მახსოვს ბაბუო ჩემი სახლთან სულ ჩაიდგა, საიდანაც წყალს არასდროს იღებდნენ. არც 10 წლის წინ, არც 20 წლის წინ და არც 50 წლის წინ. ბაბუო გვეუბნებოდა, რომ იქ წყალი არც არასდროს ყოფილა. ბებო კი იმით გვაშინებდა, რომ თითქოს ჭაში რეიკი ცხოვრობდა. მე და ჩემი ძმა ნიკუშა ამაზე ბევრს ვიცინოდით, მაგრამ ერთხელაც მოგვიყვა საშიში ისტორია ამ ჭის შესახებ. ეს სახლი ბაბუამ ძალიან დიდი ხნის წინ ააშენა. ბებო გათხოვდა და ამ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად მასთან ერთად. მაშინ წყალგაყვანილობა არ არსებობდა და ბაბუამ ჩაამოთხარა, მაგრამ წყალი არ მოდიოდა. მოგვიანებით კი ის ფიცრებით დახუპა. წყალი კი სოფლის წყაროდან მოჰქონდათ. მალე კი უცნაური ამბები დაიწყო. ღამღამობით ვიღაც ამფიცრებს წევდა თანაც შიგნიდან, იბარავდა ქათმებს და ცხვრებსაც კი. რამდენჯერმე ბებომეს რაღაც ეზოში მოხეტიალეც კი დაინახა. ბაბუას არ ჯეროდა რეიგის და ჭას არ აუქმებდა. იმედი ჰქონდა, რომ წყალი მოვიდოდა. ბებომ კი იმ ღამით, უпростоრად უკვე გამთენი ისას, დაინახა ის არსება, რომელიც ჭიდან ძვრებოდა. მას თეთრი კანი ჰქონდა, ძალიან სუსტი იყო და უზარმაზარი გრძელი თითები ჰქონდა. აღწერილობით ის მართლაც გავდა რეიგს. ასე დარჩა ჭაამოუქოლავი, მაგრამ ეხლა უკვე დახუფული მუხის ფიცრებით იყო. ბაბუა და ბებია გარდაიცვალნენ, ხოლო იმის შესახებ, რომ ჭაში ვიღაც ან რაღაც იყო ყველამ დაივიწყა. მამაჩემს კი რატომღაც ამ ყველაფერს არ უყვებოდნენ. მოგვიანებით ამ სახლში ზაფხულობით დასასვენებლად დაუწყეთ სიარული და ერთ ზაფხულსაც არც კი ვიცი როგორ მოგვივიდა ეს აზრი თავში, გადავწყვეტეთ ჩვენი თვალით გვენახა რეიგი. მართალია ამ ყველაფრის არ გვჯეროდა და ბევრს ვიცინოდით, მაგრამ ნამდვილი რეიგის კამერით გადაღება ძალიან გვინდოდა. იმ ღამით მშობლებს ვთხოვეთ, რომ ღამეს სახლის გვერდით, კარავში გავათენებდით. მამა დაგთანხმდა, იმისთან მიუხედავად, რომ დედა წინააღმდეგი იყო. ეზოში ძველი განათება ჩავრდეთ, რომ რაიმეს თანახმა მაინც შეუძლებოდა. ჩემმა ძმამ ხორცის ნაჭერი მოიპარა ურჩხულის მოსატყუებლად. თითქმის ბნელოდა, როცა მშობლები სახლში შევიდნენ, ჩვენ ჭასთან ახლოს მოვათავსეთ ხორცის ნაჭერი და კარავში შევწვერით. არაფერი არ ხდებოდა ზუსტად 2 საათი. ნიკუშას მალევე ჩაეძინა ისე, რომ ურჩხულს არც კი დაელოდა. მე კი თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ ჩამძინებოდა. უესრად ფიცრების გადაადგილების ხმა გავიგონე. შიშისგან გავშეშდი. სუნთქვა ძალიან მიჭირდა. ვიცოდი, რომ ძმა უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ გაქანება არ შემეცვა. ბოლოს როგორც იქნა ძალა მოვიკრიფე და ძლიერად შევაჭრიე. თითით ვანიშნე, რომ ხმა არ ამოეღო და ჭისკენ გაეხედა. ის შეშინებული თვალებით მიყურებდა. ვცდილობდით ჩუმად გვესუნთქა, თუმცა ჩვენი სუნთქვა და გულისცემა ძალიან ხმამაღალი მეჩვენებოდა. რამდენიმე წამი გავიდა, მაგრამ არაფრის ხმა არ ისმოდა. ის გამიბრაზდა, ეგონა უმისესოდ გავახვიძე. მე კი ვუპასუხე, რომ ფიცრის გადაადგილების ხმა გავიგე ჭის მხარეს. მან არ დამიჯერა და მოულოდნელად კარვიდან გავარდა, ისე რომ მისი შეჩერებას ვერ შევძელი. შიშისგან ცახცახებდი, მაგრამ ბოლოს მეც გავყევი. ნიკუშა არსად ჩანდა, მოულოდნელად ძალიან შემაშინა და ხმამაღლა გაიცინა. არ დამიჯერა, რომ მე მართლა გავიგონე ხმა და პირდაპირ ჭისკენ წავიდა. ხორცის ნაჭერი იქ აღარიდო, სადაც დავტოვეთ. მას კი ეგონა, რომ მე დავმალე და მისი შეშინება მინდოდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ყველაფრის არ ჯეროდა და არც არაფრის ეშინოდა, გადაწყვიტა ჭაში ჩაეხედა. მე ვცდილობდი მის შეჩერებას, მაგრამ მას გადაწყვეტილი მტკიცედ ჰქონდა. ყველა ფიცარი გადაწია და შიგ ჩაიხედა. გაშეშდა. კითხე რატომ არ ეხებდა ხმას, მაგრამ პასუხს არ მცემდა. ეხლა მე მეგონა, რომ ჩემი შეშინება უნდოდა და მეც ჩავიხედე ჭაში. ჭის ფსკერზე რაღაც იყო. ვიღაც იჯდა და ხორცის ნაჭერს ჭამდა. ძალიან შეგვეშინდა. მინდოდა მეხვირა, მაგრამ ხმის ამოხების მეშინოდა. ჩემი ძმა კი გაშეშებული იდგა და უბრალოდ დაბლა იყურებოდა.
მამამ სახლში შუქიანთო და ეზოში გამოვარდა. ჭისკენ ვანიშნა და მისკენ გაიქცა. ფანრით ჭის ფსკერი გაანათა და იქ მძღოლიარე ნიკუშა დაინახა. ის ამოიყვანეს. ხელი ჰქონდა მოტეხილი და საკმაოდ მძიმედ დაშავდა. მთელი ტანი ნაკაწრებით ჰქონდა დაფარული. მას ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. ჩვენ სიტყვებს მამა ყურადღებას არ აქცევდა. ძალიან გაბრაზებული იყო. მან თქვა, რომ ნიკუშა თავისი დაუდევრობის გამო ჩავარდა ჭაში და განაცხადა, რომ ჭას მეორე დღესვე გააუქმებდა და არანაირი რეიკები არ არსებობდნენ. ჭა მართლაც მეორე დღესვე ამოქოლა. შეიძლება ის ქვემოდან როგორღაც ადგილობრივ გამოქვაბულებს უკავშირდებოდა და ასე აღწევდა ეს არსება ჩვენამდე. მაგრამ ჩვენ დავინახეთ ის არსებობს. შეიძლება მას ხალხში სხვა სახელს ეძახიან, მაგრამ ეს ზუსტად ის იყო, რეიკი, და ჩვენ ეს მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდა. ბებია ჩვენი კი მართალი იყო.